სტუმრებს. სიმართლე აიფშიც კამპანია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. საზოგადოების მხრიდან აივ დადებითი ადამიანების მიმართ ზოგჯერ აგრესიული ქცევის გამოვლენის მიზეზი კვლავ შიშია. სწორედ ამიტომ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია აივ ინფექციის შესახებ, ფაქტებს, რისკ ფაქტორებსა თუ საზოგადოებრივ სტიგმაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მაია ცინცაძე, შიცის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმი, მედიცინის დოქტორი და ასევე გიორგი სოსელია, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გლობალური ფონდის პროგრამების წარმომადგენელი. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა. და საკმაოდ ისეთი იყოს სიტყვა ვახსენეთ სტიგმა, ანუ რატომ არსებობს ეს შიში იმ ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს ვიჩი ინფექცია? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ გამოხატეთ ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხისთვის, სრულიად საქართველოსთვის და საქართველოს საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ საქართველოში კვლავ ძალიან მაღალი არის აივ ინფექციაშიც ასოცირებული სტიგმა დისკრიმინაცია, რომელიც ავტომატურად გავლენას ახდენს აივ დადებითი და შიც დაავადებული ადამიანების მიმართ გამოხატულ სტიგმაშიც. მე ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი პირველი არის დაბალი ინფორმირებულობის დონე საზოგადოებაში, არსებული მცდარი სტერეოტიპები, როგორც დაავადების, ასევე დაავადებული ადამიანების შესახებ და აი ამ სტერეოტიპებით გამოწვეული შიში. და რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს საზოგადოებას შიში დაძლევს. იყოს მუშაობა ალბათ, ხო საზოგადოებაზე, ეს იქნება სარეკლამო რგოლები, იქნება ბანერები, იქნება შეხვედრები უბრალოდ. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი არის საზოგადოებას მივაწოდოს სწორი და კვალიფიციური ინფორმაცია, სამწუხაროდ საპირისპიროდ ან სტერეოტიპული მცდარი ინფორმაცია საკმაოდ ბევრი არის, როგორც სოციალურ მედიაში, ისე ზოგადად საზოგადოებაში, რაც ვრცელდება ჩვენი კამპანიით სურს, რომ მივახციოთ იმას, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ კვალიფიციური, სწორი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია. ამისათვის ჩვენ ვეწევით თავისთავად საინფორმაციო კამპანიებს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი საინფორმაციო ბილბორდები, პოსტერები ქალაქის მასშტაბით, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს სოციალური ქსელებს, ან როგორც არის Facebook-ი, სადაც ყოველდღიურად მიეწოდება საზოგადოებას თქვათ ინფორმაცია. გვაქვს YouTube-ის არხი, სადაც ვცდილობთ, რომ ვიზუალური ვიდეო საშუალებებით მივაწოდოთ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია და ასე შემდეგ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ტიპის საინფორმაციო ანუ ზოგადი საქმიანობა არ იქნება საკმარისი, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი დიალოგი, გვჭირდება შეხვედრები ყველა საზოგადოების ყველა ფენასთან, ყველა წევრთან და ყველა სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან. ქალბატონო მაია, თქვენ ხშირად შედიხართ დიალოგში ინფიცირებულებთან, რადგან გაქვთ უშუალო შეხება. ყველაზე მეტად აი სადაც ყვებიან ეს პრობლემას, რას ამბობენ და იქნება ეს თქვათ დამსაქმებლის მხრიდან რაღაცა არაკორექტული ცევა, თუნდაც სამსახურიდან გათავისუფლება ამ ინფექციის გამო. რა მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა მიმართულებით აქვს დისკრიმინაციასა და სტიგმას ადგილი, თუმცა ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ამას მხოლოდ საქართველოში აქვს ადგილი. ეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეს მსოფლიოს პრობლემა გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ მოგესალმებათ, რომ გაეროში არის შიცის ცალკე დეპარტამენტი, UNAIDS, ანუ გაეროშიცის პროგრამა, რომელიც ახორციელებს 5 წლიან კამპანიას 2011-დან 2015 წლის ჩათვლით და რომლის დევიზია დავიყვანოთ ნულამდე. დავიყვანოთ ნულამდე ახალი შემთხვევები, დავიყვანოთ ნულამდე სიკვდილიანობა შიცის გამო და დავიყვანოთ ნულამდე სტიგმა დისკრიმინაცია ასოცირებული ამ დაავადებასთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ან თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდე, სხვადასხვა მიმართულებით ხვდებით, ძალიან ხშირად არის სწორედ დამსაქმებლებთან, როდესაც გაიგებენ, რომ ეს ადამიანი ვირუს მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ ის პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება, აღარ სურს მათი სამსახურებში დატოვება, აქვს ურთიერთობა, ესე იგი, თანამშრომლებთან, იგივე მეზობლებთან, ხშირად არის ოჯახის წევრებთანაც და ასევე არის გარკვეულწილად დაძაბული ურთიერთობა სამედიცინო პერსონალთანაც კი. ჩვენ არაერთ შემთხვევა გვქონდა, როდესაც მოგვმართეს პაციენტი
პაციენტებმა და გთხოვეთ, რომ აი ჩვენ მივედით, გავაფრთხილეთ ექიმები, რომ იგივე სტომატოლოგები რომ სჭირდებოდათ მათ სტომატოლოგიური დახმარება და როდესაც ჩვენი სტატუსი გავუხილეთ, ვარი მივიღეთ მომსახურებაზე. ან იმ მოტივისთან არის დაკავშირებული. დიახ, სამწუხაროდ იმ მოტივით, რომ თქვენ ინფიცირებული ხართ, ან იყო ესეთი პარადოქსული შემთხვევა, რომ თქვენ გადასარევი კბილები გაქვთ და საერთოდ არ საჭიროებთ სამედიცინო მომსახურება. ანუ მოცილების სხვადასხვა გზა არსებობს აქაც. კი ბატონო, სამწუხაროდ ესეთი არის და მე მინდა აი ესეთ შეიძლება ხმამაღალი განცხადება, მაგრამ ყველას უთხრა, ვისაც რომელი ექიმით ვარს ეტყვის მომსახურებაზე, ესე იგი მის კლინიკაში საერთოდ არავინ არ უნდა მიიღოს სამედიცინო მომსახურება. ეს ნიშნავს, რომ არ არის უსაფრთხოების წესები დაცული. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა, რომ შენ პაციენტს არ ემსახურებე და პლუს ესე იგი ის არ არის დარწმუნებული, რომ მის კლინიკაში უსაფრთხოების წესები არის ბოლომდე, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების წესები არის როგორია სტატისტიკა დღეობით, რამდენი რეგისტრირებული პაციენტი? სტატისტიკით სამწუხაროდ ვერ გაგახარებთ, მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ოფიციალურად შიცის ცენტრში რეგისტრირებული გახლავთ 5252 შემთხვევა, ანუ 5000 გადააჭარბა უკვე წლევანდელ წელს საქართველოში შიცის შემთხვევებმა. ასევე ესეთი შემაშფოთებელი სტატისტიკაა, რომ მხოლოდ მიმდინარე თვეში 82 ახალი შემთხვევა არის. წლის განმავლობაში უბრალოდ ჯერ წელიწადი არ არის დამთავრებული, მაგრამ უკვე 552 ახალი შემთხვევა არის. შარშანდელ პერიოდს რო შევადაროთ, 130 შემთხვევით გაზრდილი არის. ანუ ეპიდემია საქართველოში აქვს მზარდი ხასიათი. აღარ ვისაუბროთ, ანუ შიშს იწვევს არაინფორმირებულობა. პირველ რიგში არაინფორმირებულობა. აბოს დამაყურებელს რა ადამიანი, რომელიც გადის კურნალობის კურსს, ის თითქმის აღარ წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოების. ის კამპანია, რაც უკაცრავად, ის კამპანია, რაც შემოგთავაზა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გლობალურ ფონდთან ერთად, ეს გახლავთ პლუსი უდრის მინუსს. ხა მათემატიკოსებს რო ვკითხოთ, ალბათ გვეტყვიან, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მედიცინაში ესე ხდება ძალიან ხშირად. ანუ ის რომ პლუსი ნიშნავს, რომ ადამიანი არის ვირუს მატარებელი, ხო? მინუსი ნიშნავს, რომ ის თავისუფალია ვირუსისაგან, მაგრამ თუ ჩვენ მოვახდინეთ ამ ადამიანების დროული გამოვლენა, დავიწყეთ დროული მკურნალობა, ამ მკურნალობის ფონზე ვირუსი აღარ მრავლდება სისხლში, იმუნიტეტი მოდის ნორმაში, ანუ ხდება იმუნორეაბილიტაცია და ადამიანი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. ის პლუსია, მაგრამ ვირუსს არ ავრცელებს. ამიტომ პლუსი შემთხვევაში ტოლია მინუსის. გიორგი, ბოლოსკენ მინდა უბრალოდ რაღაც რეზუმირება გავაკეთოთ, აი რამდენად უკვე წლებია, როგორც თქვით, მიდის ეს კამპანია, ხო? რამდენად იმოქმედა იმან? ანუ მიხვდათ თუ არ ხალხი, რომ ეს ადამიანები არ არიან დაავადებულები, ანუ არიან უბრალოდ მატარებლები, არ არიან საშიშები. და რა იგეგმება მომავალში კიდე ამისთვის? ეს კამპანია ეხლახანს დაიწყო, თუმცა თავისთავად ქვეყანაში საინფორმაციო კამპანიები მსგავსი, ანუ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ამ კამპანიით ჩვენ პირველ რიგში გვინდა მივახციოთ და აქამდე რას მივახციეთ, გვინდა მივახციოთ იმას, რომ ხალხმა დაიწყოს საუბარი ამ პრობლემაზე. ანუ ეს პრობლემა გახდეს ხალხისთვის საინტერესო. და შემდეგ უკვე სამომავლოდ გეგმავთ იმას, რომ როდესაც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება აღნიშნული პრობლემა, მივაწოდოთ მათ წერტილოვანი, ესე ვთქვათ, ინფორმაცია ამ პრობლემასთან ასოცირებულ ყველა ასპექტზე. ეს იქნება მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ქალბატონმა მაიამ ბრძანა, ის რომ თუ ადამიანი არის დროულად გამოვლენილი და თუ ის მკურნალობს სტაბილურად, მიყვება მკურნალობის კურსს, მისგან ვირუსის გადაცემის რისკი მინიმალური არის, შესაბამისად ის არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის. მივაწოდოთ ინფორმაცია სტარ სტერეოტიპებზე და ინფექციის გადაცემის გზებზე. მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საყოფაცხოვრებო კონტაქტით, ურთიერთობით, ხელის შემორთმევით და ასე შემდეგ, აი ინფექცია არ გადაეცემა და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. როიტოვით დღეს ჩვენი სტუმრები. მხოლოდ ერთი კომენტარი, თუ შეიძლება, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ ამ ადამიანებს თანაგზნობა არ ჭირდებათ, უნდათ თანადგომა. და ვებრძოლოთ დაავადებას და არასოდეს დაავადებულებას. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს, ყველაფერი ამას გაითვალისწინებთ.